თქვენ რომ გითხრათ თქვენი ვერსია რატომ დააღადავდა ეს ფონდები? პროკურატურამ გააკეთოს უნდა შესაბამისი განცხადება. საერთოდ მოვიფიქრობ, რომ ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ქონდეს საზოგადოებას, რას და რისთვის აკეთეს, მაგრამ შეიძლება კეთილი საქმის კეთების პარალელურად აკეთებდეს ისეთ საქმეს, როგორიც არის, თქვათ, წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების წახალისება და ეს არ არის გამონაკლისი და არც რაიმე გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ სწორედ ესეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული, ეგ ერთი და მეორე რასაკვირველია ფონდებს ჭირდება შესაბამისი დაფინანსება. და რეალურად ამ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ინფორმაცია საკმაოდ ისეთი ღია და საზოგადოებისათვის ცნობილი. თუ ამ თემებთან მიმართებაში პრეტენზია არ ექნება შესაბამის სტრუქტურას, რასაკვირველია იქნება შესაბამისი განცხადებაც გაკეთებული, მაგრამ როგორც ჩანს, ამის საფუძველი ჰქონდა და ფონდი, გარკვეული წესების მიხედვით უნდა მოქმედებდეს. დეტალები ამის მეტი მე არ ვიცი, ალბათ შესაბამისმა სტრუქტურებმა მეტი ინფორმაცია უნდა მოგაწოდონ. ხო, მე ეგ ვთქვი ახლა რა, მე რატო ვილაპარაკო გამოძიების ნაცვლად. მე ვამბობ, რომ ფონდი არ შეიძლება იყოს ფონდი ნებისმიერი. ჩვენს გვაქვს მაგალითად ჩვენ რაიონში საქველმოქმედო ფონდი და ვიცავთ ყველა წელს საიდან შემოვიდა თანხა, ვის მიეცა, ხელს გიწერენ ადამიანები, თუ კი რაიმე საქველმოქმედო ღონისძიება გატარებული. ეს ძალიან მცირეა, არაფერი იმდენის მასშტაბი არ აქვს, მაგრამ როდესაც ამ საკითხებთან მიმართებაში ფონდი პირდაპირ არის ჩართული რაღაც გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების საქმეში, მით უმეტეს თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს. მე გითხავთ ფარაზე. ფარასთან დაკავშირებით ეს მეორე მოსმენით იმსჯერებს პარლამენტში, რატომ შემოყავთ ეს ქართულ კანონმდებლობაში, ის რაც მუშაობს ამერიკაში, რამდენად იმუშავებს საქართველოს რეალობაში და საუბრობთ, რომ ეს მიზანი არის გამჭვირვალება. არანაირი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის მუშაობას არ აქვს. არანაირი აბსოლუტურად. კი, მართალია 18 წელში იყო მიღებული სხვადასხვა მიზნები ქონდა ამას. შეიცვალა დროება, შეიცვალა კანონის შინაარსიც და რასაკვირველია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იცოდნენ რა თანხა შემოდის და ვინ რა საქმეში ხარჯავს ამ თანხას. გარედან შემოსულ თანხებზეა ლაპარაკი. ჩვენ ამ კანონის გამო, ამ კანონის საფუძველზე, ამ კანონის დახმარებით ვიცით, სად რა ფული დაიხარჯა იმისათვის, რათა საქართველოს წინააღმდეგ ყოფილიყო გარკვეული აქციები მომზადებული და განხორციელებული, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანები იძულებული იყვნენ ამ კანონის მიხედვით გაემიღარნებინათ, რომ უშუალებელი $100,000 აქვს მიღებული იმისათვის, რათა თეთრ სახლში ან სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგებისას კონკრეტული განცხადებები გაეკეთებინათ საქართველოს წინააღმდეგ და კონკრეტული შეკითხვები დაესვათ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ გაიგო რა ხდებოდა. ვინ იყო ამის შემკვეთი და ვინ იყო ამის შემსრულებელი. აქედან გამომდინარე საზოგადოების ინფორმირება მოხდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან აქ ჩვენთან ხალხმა გაიგო. ზოგი კარგად შეხვდა ამას, ზოგი ცუდად, მაგრამ რასაკვირველია, განსაკუთრებით მით უმეტეს შეგნით ჩვენ ქვეყანაში უნდა ვიცოდეთ, გამჭვირვალე უნდა იყოს ინფორმაცია, რა თანხა შემოდის, რა პროგრამებში იხარჯება. და თუ ამას საბოტაჟს უკეთებს ვინმე, ეს არ არის მხოლოდ იმის დეკლარაცია, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ არის, ან სრულად იგნორირებას უკეთებს ქართულ საზოგადოებას. პირიქით, უფრო მეტიც ეს არის გამოხატულება იმისა, რომ სწორედაც ბნელი საქმეებისთვის ჭირდებათ ის თანხა, რომელზეც განცხადებას არ აკეთებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა პრობლემაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადოს რა თანხას იღებს და რა პროგრამაში ხარჯავს. მაგრამ იმდენად ბნელი და ცუდი მაგალითები გვაქვს ამისი, რომ გადაწყვეტილება აბსოლუტურად სწორია
რომ მივიღეთ კანონი უფრო მკაცრი სახით, ვიდრე ჩვენ შემოთავაზებული ქონდა, ვიდრე მიღებული ქონდა სულ ახლა ხანს. ნუ ლაპარაკობთ ხოლმე რა, რომ ლაპარაკობთ. არა მნიშვნელობა არ აქვს, მე რომ ლაპარაკობ, თქვენს ნუ ლაპარაკობთ რა. ამდენჯერ უნდა გითხრათ. დიახ. რატომ გახდა აუცილებლობა ამის იმიტომ რომ ოპოზიცია აკრიტიკებს და მედიის გასაგებია, ოპოზიცია აკრიტიკებს ჯერ ესეთი ამაში მიუღებელი არაფერი არ არის ძალიან კარგი ბრიტანული მოდელი, რომელიც გვეუბნება იმას, რომ მედია უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რაიმე პოლიტიკურ პროგრამას და მით უმეტეს იმ სცენარს, რასაც ქვია ქვეყნის დესტაბილიზაცია. ამას გეუბნება ბრიტანული კანონი. ეს კანონი ყველაზე უფრო აქტუალური დღეს საქართველოშია. ვინაიდან საქართველო დემოკრატიული სტანდარტის ქვეყანა, როგორც ეს ყველა სარეიტინგო საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, სწორედაც ითხოვს დაცვას. ეს ქვეყანა თავს იცავს მაშინ, როდესაც უტევს აბსოლუტურად ობიექტურობას, რომ თავი დავანებოთ კონკრეტულ პოლიტიკურ ამოცანაზე მიმართული მედია და სამწუხაროდ ასეთი მაგალითები ბევრი გვაქვს. მედია უნდა იყოს ყოველგვარი კონკრეტული ბოროტი გეგმებისაგან თავისუფალი, შეიძლება ქონდეს რასაკვირველი რაღაც პოლიტიკური გემოვნება თავისი სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სიცრუის მიწოდებას არ უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებაში. არც საქართველოში, არც ბრიტანეთში, არც ევროპაში და არც ერთ ქვეყანაში, ვინაიდან საზოგადოება საჭიროებს დღეს, როგორც არასდროს სწორ ინფორმაციას, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება და რა პოზიციები აქვს საქართველოში ამ თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს. ასეთი რამ სამწუხაროდ საქართველოში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგა და ამას კანონით უნდა დარეგულირება. თავისი ის აქვს. აფია. ნარკოპოლიტიკა საერთოდ მთელ მსოფლიოში მკაცრდება, იცით, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც სერიოზულად არ არის შეწუხებული და სერიოზული პრობლემები, გამოწვევები არ დგას იმის გამო, რომ ამ ნარკოტიკებთან დაკავშირებულმა დანაშაულებებმა მიიღო საკმაოდ სერიოზული ინტენსიური ხასიათი და თანაც უკვე ახალი ტექნოლოგიებია ჩართული, მათ შორის საქართველოში ტექნოლოგიები, რომელიც სისტემას ქმნის შემოტანის, გასაღების და გასაღების გარკვეული ფორმები იმდენად დახვეწილია, რომ რასაკვირველია ამას სიმკაცრი კანონის გარდა წინ ვერაფერი აღუდგება, მაგრამ არ არის აქ მხოლოდ სიმკაცრეზე ლაპარაკი, აქ არის პარალელურ პროცესებზე, პროგრამებზე ლაპარაკი, რომელიც უკავშირდება ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ანტინარკოტიკულ პროპაგანდას, ჯანდაცვის კუთხითაც ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს. ეს ყველაფერი ამ კანონში არ აისახება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნარკოტიკების შემოტანა დემოგრაფიულ პერსპექტივაზე, საქართველოს მომავალზე დამუხრება, ესე ადვილად არ ჩაულის არავის. გინდ დიდი რაოდენობით იყოს და გინდ საშუალო და გინდ მცირე რაოდენობით. ეს არის დივერსია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის შეტევა საქართველოს წინააღმდეგ და ქვეყანამ თავი უნდა დაიცვას. ორი კითხვა მიჩქარებოდა დაიწყოთ, გთხოვთ. ოპოზიციასთან დაკავშირებით. ჩაგდე შენ ამის პერი შენახა. შემდეგ ორი კითხვა. არა, ეს ხმაური შეგვიშლის თორემ შეიძლება არ ჩავიდე. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე გითხავთ, ოპოზიცია საუბრობს გაერთიანებაზე, თუმცა ხედავთ, რომ ეს გაერთიანება ვერ შედგება სავარაუდოდ, მათ შორის, იმიტომ რომ ვერ თანხმდებიან კონკრეტულ საკითხებზე. ხედავთ რაიმე შანსს გაერთიანებისა, თუ არა, მაშინ რატომ იპირისპირდებიან ახლა ერთმანეთს. მე მეორე კითხვაც პრინციპი მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეული სცენარის ნაწილია, როდესაც გარკვეული ჯგუფები ერთმანეთთან ვერ თანხმდებიან, მაგრამ საკითხები, რაზედაც ვერ თანხმდებიან, აბსოლუტურად არ წარმოადგენს არანაირ აქტუალურ თემას. ვერ თანხმდებიან რაზე?
თავარი რაზეც შეთანხმება არსებობს, ეს არის ის, რომ ხელისუფლება რევოლუციის გზით უნდა გადააყენა. და მუდმივი მოთხოვნა იმისი, რომ ჩატარდეს რიგარეში არჩევნები, ეს არის რევოლუციური სცენარის ერთ-ერთი საგანგებო ნაწილი. თანხმდებიან იმაზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა და აქედან გამომდინარე ევრობიუროკრატია საქართველოს უნდა უტევდეს მუდმივად და სანქციების თემა კვლავ დღის წესრიგში. ამაზე თანხმდებიან აბსოლუტურად უსაფუძვლო და უპერსპექტივო მოთხოვნაა, მაგრამ ფაქტია, რომ ქვეყნის შერყევაზე რადიკალური მიტინგების და მსვლელობების ჩატარებაზე თანხმდებიან. თუ კი რაიმეზე ვერ თანხმდებიან, ეს არის გამოხატულება იმისი, რომ თითქოს და მრავალფეროვანია ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ოპოზიციის ფლანგზე და ამ მრავალფეროვნებას გასაკვირველია მეტი დემოკრატიული წონა აქვს, ვიდრე თქვათ ერთფეროვნებას და აქედან გამომდინარეა მათი ეს შიდა რაღაცა გლიცინი ერთმანეთთან. გამაერთიანებელი ფაქტორი რაიმე საქართველოსთვის სიკეთის გაკეთების საკითხზე არ არსებობს. თქვათ ერთმანეთთან რო გქონდეთ დაპირისპირება მაგალითად ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებთან მიმართებაში. სააკაშვილის კონტექსტში, მაგალითად ნაცმოძრაობა. სააკაშვილის ხო? ვინა? ნაცმოძრაობა. ის დაუპირისპირდა. ზურაბიშვილი ეს დაშუაშია. ზურაბიშვილი სხვა თემაა. ზურაბიშვილი 2022 წლიდან არის მცდელობა იმისი, ეს მცდელობების ლიდერი აი ამისი იყო საფრანგეთი, პარიზი, რომ სალომე ზურაბიშვილი გამختارიყო აი ამ სისხლიანი ნაცმოძრაობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ლიდერი და ჩაენაცვლებინა სააკაშვილი. საქართველოს რომელიც ყველა ნიშნით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და უფრო მეტსაც იმსახურებს, ვინაიდან ყველა მაჩვენებლით წინ უსწრებს კანდიდატ ქვეყნებს და ბევრ ევროპულ ქვეყანას, რასაკვირველია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მაგრამ ისე წარმოაჩინეს თითქოს ეს კანდიდატის სტატუსი რაღაცა დათქვით პირობით მოქცეს სალომე ზურაბიშვილის ხათით, მაგრამ საზოგადოებამ ეს ტყვილი არ გადაყლაპა. აქედან გამომდინარე ესეც ჩაფლავდა. გუშინ თამარ მეფეს ეძახდნენ, დღეს უნიათო ადამიანს უწოდებენ. ეს არის ის რეალობა. მაგრამ ერთმანეთში არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. შეიძლება რაღაც ცალკეული გამოხდომები არის რაღაც გარკვეულ თემებზე, მაგრამ ფაქტია, რომ ბოიკოტი არჩევნების, დესტრუქცია, დესტაბილიზაცია, რევოლუცია, გადაყენება უსაფუძვლო მოთხოვნები რიგარეში არჩევნების ეს არის ყველას დღის წესრიგი. სალომე ზურაბიშვილმა ვერ გამოიჩინა მხარ რომ გააერთიანებინა ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ევროპამ ყველაფერი ჩადო ევრობიუროკრატიამ მასში. შეხვედრები მოუწყეს, ქარტია დაუწერეს და უამრავი სხვა ქოლგა დააჭერინეს ხელში, რომლის ქვეშ უნდა გააერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია, მაგრამ ვერ ქნა, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, ვერ გააკეთა. აქედან გამომდინარეობს რაღაცა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციაში თითქოს და შეუთანხმებლობა არსებობს. შეთანხმება არსებობს ერთი. ეს არის გაერთიანება ადამიანებისა, რომლებიც შეკრულები არიან საქართველოს წინააღმდეგ აი ამ ბოროტ საქციელის სცენარით. ძალიან გთხოვ და აქ წესი გვაქვს ეგეთი, რომ მე რომ ლაპარაკობ, არავინ არ ლაპარაკობს. აემორჩილეთ ამ წესს. მაშინ შეკითხვა. არა, მოგიკითხა უცებ, მაკა ბოჭორიშვილის კომუნიკაცია. აკა ბოჭორიშვილის კომუნიკაციის მინდა კითხოთ, ამერიკის ბაზრის სახელმწიფოს ხელმძღვანელთან, მაგრამ მათ კონტაქტ კომუნიკაცია, აი ეს შეიძლება იყოს არა, რასაკვირველია, არა მარტო მიკროფონი ნერვიულობენ, რო არ იჭხუბონ და თქვენს არ გაბრაზდეთ, მე ხმოვანთ, всё. მაგა ბოჭორიშვილს არა მარტო ტურსი გაბართან ქონდა შეხვედრება, თელევიზიის შეხვედრები გამართა და ამასთან დაკავშირებით იქნება საუბარი. მსოფლიო მოითხოვს თანამშრომლობას. ახალი პოლიტიკა, ახალი მსოფლიო დღის წესრიგი მოითხოვს თანამშრომლობას და განსაკუთრებით
ქვეყნის სოფლიოსათვის საგანგებო საკითხებზე, რასაც ქვია სტაბილურობა და სამშვიდობო პროცესების განვითარება. საქართველოს და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი რასაკურელი ამ ხრივ არის წარმომადგენელი აი ამ სოფლიო ახალი პოლიტიკისა. და მასთან ურთიერთობა არის საგანგებოდ საჭირო და არა ვიღაცისთვის თავის მოსაწონებელი რაღაც აქტი. და თავად ადამიანს, რომელიც არის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი, მის მიმართ გაცილებით უფრო დიდი შეტევა იყო, თითქოს და საგარეო კურსთან დაკავშირებით იგი ვერ თანხმდება ევრობიუროკრატიის იდეებთან, მისი პიროვნების მიმართ იყო შეტევა, კი არა დასასანქცირებელ სიაში ჰქონდა შეტანილი უკრაინას, როგორც თითქოს და რუსეთის მოკავშირე ფიგურის მიმართ. ეს ყველაფერი არის მოგონილი სცენარი იმისათვის, რათა დააზიანონ ნებისმიერი ქმედება, რომელსაც მშვიდობისაკენ და სტაბილურობისაკენ მივყევართ. ამ ორი ადამიანის შეხვედრა ეხება გარკვეულ თემებს, რაც სავსებით ნორმალურია არსებულ შექმნილ ვითარებაში, ისევე როგორც სავსებით ნორმალურია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვიზიტი ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ნორმალურია ეს. და არანორმალური უნდა იყოს ადამიანი და შენი ქვეყნის მტერი უნდა იყოს, რომ ამის წინააღმდეგ რაღაც გარკვეული პოზიცია გქონდეს, თითქოს და იგი არ შეესაბამება გაია პატარაიას იდეებს, რომ საქართველოში 24 საათიანი რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს აქციები. ბატონო, გუშინ კიდევ ერთი განაჩენი მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის ნაწილთან დაკავშირებით და სერიის პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი მხარდამჭერების მხრიდან თემის თითქოს და გაუბრალოების მცდელობა, რომ აი ექს-პრეზიდენტი იჭება მხოლოდ საზღვრის კვეთისთვის და ასე შემდეგ. რეალურად რო გავიხსენოთ, რა იყო მოტივი მაშინ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის, რა ვითარებაში შემოვიდა და რა ქვეტექსტი შეიძლება ქონოდა ამ ყველაფერს, მათ შორის შეხვედრები ევროპარლამენტში, ვინც გადმოიყვანა იმ სამიარებით ჩვენება, გია ლორთქიფანიძის როლი, ეს ყველაფერი ჯამურად რაზე შეიძლება ყოფილიყო მიმართული? ნუ პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ერთი წუთით რა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მე არ მგონია, რომ მას მხარდამჭერები ყავს საქართველოში. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს ის ბოროტი გეგმა, რომელიც ჩაფიქრებულია. სააკაშვილი მით უმეტეს ამ გეგმის ერთ-ერთი შემდგენელი და ერთ-ერთი ლიდერია. ეს არის ინტერესთა დაკავშირება კონკრეტული ადამიანებისა, ვინც საქართველოში არის და ადამიანისა, რომელიც უნდა ჩამოვიდეს და ეს ინტერესები მოიყვანოს რეალობაში. ეს არის რევოლუცია. ამ რევოლუციას ხელს უწყობდა კონკრეტული ადამიანების ჯგუფი, ვინც უკრაინის მაღალ ჩინოსნებად არიან დღეს კიევში. და მათ შორის არიან ქართველებიც და მოხდა გეგმა ჩამოყალიბდა და მოხდა ეს ძალიან ისეთი სერიოზული დარღვევა, დანაშაული, რასაც საზღვრის უკანონო კვეთა ქვია. იქნება ეს მაწვნის არაჟნის თურქის პროდუქტების კონტეინერში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა ეს საზღვრის კვეთა, კონკრეტული ადამიანები ადგენდნენ და ახორციელებდნენ კონსპირაციულ გეგმას საქართველოს დასაზიანებლად. რასაკვირველია, ეს ყველაფერი არ აისახა განაჩენში, მაგრამ განაჩენის სიმკაცრე მნიშვნელოვანწილად განაპირობა სწორედ იმ გარემოებამ, რაშიც მოხდა ეს დარღვევა. საზღვრის კვეთა ეს არ არის ჩვეულებრივი თემა ამ შემთხვევაში, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული თემა და დანაშაული. კითხავთ, შეიძლება რამდენიმე კითხვა მაქვს. პირველი თვითმმართველობის აჩვენებზე მინდა გითხოთ, კამპი ოპოზიციას არ აქვს, ნაციონალურ მოძრაობა ამბობს მხოლოდ, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. რა შანსები აქვს მათი ქმედება რაც ნიშნავს და საქართველოს რა აქვს მონაწილეობა? ნუ პირველი სკოლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ პერსპექტივა არ აქვს იმ პოლიტიკურ გაერთიანებას ჯგუფს ცალკეულ სუბიექტს, რომელიც მოუწოდებს საზოგადოებას დაპირისპირებისაკენ და რევოლუციაში ხედავს ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთ საშუალებას.
ყველა მიცის რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება როგორი რა ცხარე დაპირისპირება მშვიდობის პროცესისა და დაპირისპირების პროცესის მომხრეთა შორის. საქართველო არის ერთ-ერთი სეგმენტი ამ ფრონტისა, მაგრამ საგანგებოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი. ამას ომს და უბედურებას და გრევას, რღვევას და ამ турბულენტობას ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანება, რასაკვირველია პერსპექტივა არჩევნებში ძალიან მცირე აქვს და აქედან გამომდინარე მათ ინტერესში არჩევნები არ შედის. აქედან გამომდინარეა მათი რაღაც მოგონილი იდიოტური იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საგარეო კურსის შეცვალა საქართველოს და ვერც ერთი ვერ ასახელებს რაში კონკრეტულად გამოიხატება საგარეო კურსის შეცვლა. რა ქმედებაში, მაშინ როდესაც თავად მათ ნაცმოძრაობას არაერთი ქმედება ჩადენილი იმისათვის, რათა რუსეთს სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა მოეპოვებინა ჩვენი ბიჭები დაეხოცა და სამოქალაქო პირები შეწირულიყვნენ ამ ომს. ყველაფერი გააკეთეს ამისათვის და დღეს ვიღაცას სხვას აბრალებენ იმას, რომ თითქოს და რუსულ ორბიტაზე გადავიდა საქართველოს პოლიტიკა. აი ამ სიცრუეს და სიყალბეს საზოგადოება ხედავს. რასაკვირველია ეს განაპირობებს დამოკიდებულებას ადგილობრივი და საერთოდ ზოგადად არჩევნების მიმართ აი ამ მავნებლების უსამშობლო ხალხის. მაგრამ არის კიდევ მოსაზრებები, რომელიც ყალიბდება ბრიუსელში და შეიძლება ხვალ უკვე ინსტრუქციად გამოდგეს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტებისათვის, რომ სწორედაც არჩევნებია ის გზა, რასაც ევროპული სტანდარტი ქვია. ვინაიდან პერსპექტივა გამარჯვებისა დესტაბილიზაციას არ აქვს. აქედან გამომდინარე შეიძლება შეცვალონ თავისი შეხედულება არჩევნების საკითხთან დაკავშირებით. მზია ამაღლობელს კითხავ, თუ შეიძლება დღეს არის სასამართლო პროცესი. ორი კითხვა ხო ძალიან უსმეჩავია. მზია ამაღლობელთან დაკავშირებით დღეს არის სასამართლო პროცესი ბათუმში. კიდევ ერთხელ რომ შევაფასოთ, იმიტომ რომ სულ საუბრობენ ეს პერიოდი პოლიტპატიმარია და ასევე ითხოვენ აკვების შეცვლას, ხო, არ პოლიტიკის რას ნიშნავს ეს? არც აი პირადად გეუბნები ძალიან მწუხვა, ვიცით? ქალბატონია და მით უმეტეს ახლა საპატიმროში ქალბატონის ყოფნა ნებისმიერის არის ჩემთვის პირადად და ჩვენი გუნდის წევრებისათვის საერთოდ ისეთი მძიმე თემაა. მაგრამ მეორე მხრივ დავაკვირდეთ რა მოხდა. ეს ხომ არ არის უბრალოდ ფიზიკური ძალადობა, არის ეს ფორმულირება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში წერია, მაგრამ ეს ხომ არ არის მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედების თემა. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ სახელმწიფოში არ არსებობს არც პოლიცია, არც წესრიგი და ეს არის მოწოდება იმისაკენ, რომ საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც მას უჭერს მხარს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ეს განცდა უკანონობისა, განცდა ყოველგვარი წესების არარსებობისა დაამკვიდროს ქვეყანაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. რასაკვირველია კონკრეტულ დანაშაულზე როცა ვლაპარაკობთ, უნდა ევროსტანდარტიც მოვიგონოთ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, ვერავინ გაბედავს, ვერც ქალი, ვერც კაცი, ვერც ახალგაზრდა და ვერც ხანში შესული პოლიციაც შეეხოს. არა თუ ხელი გაარტყოს და აქედან გამომდინარე დავანებოთ ყველაფერ პოლიტიკურ ასპექტებს, ჩამოვაჭროთ ყველაფერი, ის რაც თქვი, ის რაც შევაფასეთ, რასაც პოლიტიკური სუბიექტები ამბობენ, აქედან თუ იქიდან კონკრეტული დანაშაული მოხდა და ამ დანაშაულს რასაკვირველია თავისი სახელი ქვია და კოდექსში შესაბამისი მუხლი აქ შესატყვის. აქედან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ. ერთ-ერთს ვიკითხავ ლატვიის ყოფილი საგარეო მინისტრი, რომელიც აქციებზეც იდგა სენატზე, გაბრიელ ლანცბერგი ჩამოსულია და ოპოზიციას ხვდება დღეს. მისი ვიზიტი რას ემსახურება? თქვენი აზრით ზოგადად შევაფასოთ აი კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრია. ეს საგარეო საქმეთა მინისტრი არა, მთლიანად ლატვიის ხელისუფლება. ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ხელისუფლებები ზოგადად არიან კონკრეტულ შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ და მათ გარკვეული მიზნები ამოძრავებს ამასთან დაკავშირებით. ჩვენზე მეც და უფრო ინტენსიურად ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან, უფრო მეტი ექსპორტიც აქვს და საერთოდ არანაირ თემაზე არ აქვს პასუხი, როდესაც ორმაგ სტანდარტს ეხება საქმე.
როგორ შეიძლება ჩამოდიოდეს უცხოელი მაღალჩინოსანი ქვეყანაში და ახალგაზრდებს მოუწოდებდეს დაპირისპირებისაკენ, ომისაკენ, რევოლუციისაკენ და ამაზე გარკვეული წლებში იყოს დიდი სიხარული და აღფრთოვანება. ეს არის წმინდა ღალატის გამოვლინება ჩვენების მხრიდან ვამბობ, ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან, თორემ ამათ დღეს არ მოეკითხებათ საღი აზრი. მათ ურჩევნიათ, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რამაც რასაკვირველია მნიშვნელოვნად იკლო აი ამ საშიშროებამ, საქართველოზე იყოს მიმართული აგრესია და არა ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ასეთი საშიშროებას ისინი განიხილავენ პერსპექტივაში და რასაკვირველია აქ ურჩევნიათ ის ხელისუფლება, რომელიც დაპირისპირებისათვის ყველაფერს გააკეთებს. ისე რომ მოხდეს აი ამ ცხელი წერტილის პერსპექტივის გადმოტანა საქართველოში და არა ნაცვლად ბალტიისპირეთისა. ეს არის მათი ეს ავადმყოფური აზრი, ეს ერთი. და მეორე არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით არც ერთს, რომ ჩვენ თითქოს და საგარეო კურსი შევიცვალეთ. არანაირი. მაშინ როდესაც ჩვენ გაგვაჩნია არათუ მტკიცებულება, არამედ აღიარებული ფაქტი, რომ მაგალითად ესტონეთის პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში აკეთებდა და აკეთებს ბიზნესს და მილიონებს შეულობს. რომ პირველი ნომერი სავაჭრო პარტნიორი ლატვიისთვისაც, ლიტვისთვისაც და ესტონეთისთვის არის რუსეთის ფედერაცია. ის რომ დენის მომარაგებისთვის, ელექტროდენის მომარაგებისთვის სხვა სისტემაში გადაერთო, ეს არაფერს არ ნიშნავს. ფაქტია, რომ ეს თანამშრომლობა ურთიერთობა სრულიად თვალთბაქცურად მიმდინარეობს და სიყალბეა ისინი, რასაც დღეს ახალგაზრდებს უშიშრებენ. მავნებლობაა და შეუწყნარებელია განსაკუთრებით ჩვენი ასეთი მხარდამჭერების მხრიდან. აი ეს უსამშობლო ადამიანები ამას ხვდებიან სიხარულით. ეს არის ძალიან საწყენი და ფიქრობ სამარცხვინოც. კარგია. რა ბიუროს არ ატარებ? სამუშაო სიგარების დონე საქართველოში 2 წელიწადში განახილდა და ახალ ისტორიულ მინიმუმზე ასევე განცდილი არის საშუალო ხალხისიც აი ამ მინიმუმების რომ ჯერ გავსი ზარდი დინამიკა როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნებულია, ეს იმას ნიშნავს, ეს უნდა ითარგმნოს იმაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შვებას პოულობს. სოციალური პაკეტი ძლიერდება, დასაქმებულთა რაოდენობა ძლიერდება. იზრდება სამუშაო ადგილების რაოდენობა და სახელმწიფოს უშუალებელი ფინანსური რესურსი მიმართულია იმისაკენ, რომ გარკვეული ბიზნესები განვითარდეს და შეიქმნას. ამის კონკრეტული სტატისტიკა არსებობს. ეს არ არის საკმარისი, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი სრულად, ვინაიდან საკმაოდ რთულია მაინც მდგომარეობა, მაგრამ რომ არა ეს მუდმივი შიდა ევოლუციური პროცესები, რასაკვირველია გაცილებით უკეთ იქნებოდა მდგომარეობა, გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, თუმცა ეს ტენდენცია მისასალმებელი აღსანიშნავია და ამას არათუ ჩვენი სტატისტიკა, არამედ საერთაშორისო მაღალი დონის ავტორიტეტული ორგანიზაციები არ მალავენ, აქვეყნებენ და ეს მაინც არანაირ ეს არათუ რამე კმაყოფილებას, არამედ გააფთრებულ სიბრაზეს იწვევს ოპონენტთა მხრიდან. არა უშავს. შეერთებული პარლამენტის კომიტეტის მოწოდება ჩვენი თავისებრი რომ ხალხური ერთმანეთზე ჩატარდეს, ეგრეთ წოდებული პარტნიორებზე განთავსდეს მსგავსი ზეშოვა რას. ხო. ჩეხეთის მე მგონი პარლამენტი ხო, ჩეხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გააკეთა ეს რაღაც ამოძახილია ეს ამ ბოროტების უფსკვლულიდან, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არის შექმნილი და რომელშიც ეკაჩებიან ქვეყანას, რომ რომელმე გადააგდონ. რომელმე მისი გადაჩეხვა და გრევა უზრუნველყონ. ერთ-ერთი გამოხატულებაა ეს კომიტეტის ეს განცხადება. სრულიად აცდენილი რეალობას, მაგრამ ძალიან ახლოს ყოფი თავისი
ათოსით და შინაარსით ევროპარლამენტის განცხადებასთან. აქ ევროპარლამენტის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა უფროა, ვიდრე სინამდვილის აღწერა. რეალობაში ხომ სულ სხვა რამე ხდება, ფაქტია, რომ დაპირისპირება მიმდინარეობს, ფართო ფრონტია გაშლილი გლობალური ომის პარტიას, Deep State-სა და ახალ დღის წესრიგს შორის, რომელსაც წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. აი ამ ბრძოლაში ერთ-ერთ სეგმენტზე საქართველოს მიმართულებით კიდევ ერთი ბოროტი საქართველოს ეროვნული ინტერესებისადმი დაპირისპირებული განცხადება გააკეთა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ჩეხეთის და საერთო კიდე ამისკენ არ იხედება, ამბობს, რომ ეს მას არ ეხება და პარლამენტს იგი არ აკონტროლებს, თუ არ ექვემდებარება. აი ესეთი რეალობაა, სამწუხარო რეალობა, რაც ჩვენში გარკვეულ ადამიანებს სიხარულს გვრის. ეხლა ამ გოგონას ჯარია. იგივე თემაზეა. რავი, რატომ იცილებს? კარგია რომ იცილებს. არა, ჩერესერთი ჩეხეთის საერთოდ არის პერსპექტივაში იყურება. რა მოხდება არავინ არ იცის. სოფლიოში ვინ გაიმარჯვებს? ძალა, რომელიც სოფლიოს კაცობრიობას იცავს შემდგომი ესკალაციისაგან, ადამიანების ხოცვისაგან, ის ძალა გაიმარჯვებს თუ ამის საწინააღმდეგოდ მიმართული ძალა. ეს პერსპექტივაში ჯერ არ ჩანს. აქედან გამომდინარეობს, რასაკვირველია, თავშეკავებული განცხადებებიც, თუმცა ჩვენ ეს ერთი განცხადება საერთოდ არ შეიძლება პოზიტიურად განვიხილოთ. ისინი უბრალოდ თავს არიდებენ პასუხისგებლობას. პასუხისგებლობაც სრულიად უტიფარი განცხადების საკუთარ თავზე აღება არავის არ უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩეხეთიც და ევროკავშირის არაერთი ქვეყანა სწორედაც ექვემდებარება ევრობიუროკრატიის ბოროტ გეგმას საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში კარგია თავს რო არიდებენ ვინაიდან ამან ეთყობა უტიფრობა აი ამ განცხადებისა საერთოდ გადააჭარბა იმ სტანდარტს, ბოროტების სტანდარტს, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და სწორედ იმის ფონზე, როგორც წესრიგში უნდა გაიმართოს განხილვა მეგობარი აქტი, ეს მომისმინეთ, როჯერ უიკერის, ეს არის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, განცხადება, რომელიც საუბრობს საქართველოში აქციებზე გამოსულ მოხალხეებზე და ამბობს ასეთ რამეს, რომ ლიდერებმა, ხმობს მართალი გუნდის ლიდერებს, არ უნდა უპასუხონ მათ კრემლის სტილის რეპრესიებით. თქვენ რა პასუხი გეუბნებათ? კრემლის სტილის რეპრესიები არ არის მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონკრეტული ახალი ადმინისტრაციის კონკრეტული ნაბიჯები გადადგმულია იმისაკენ, რომ უშველებელი ორგანიზაციების დაფინანსება შეწყვიტოს. ამასაც კრემლის სტილის აქციებს უწოდებენ ბრიუსელიდან. მაგრამ ეს ხომ არ არის მართალი. ეს ხომ ტყუილია და იგივე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია, რესპუბლიკელები, რომელსაც იგიც წარმოადგენს, არიან სწორედ ესეთი არასწორი ბრალდების სამიზნეები. გადახედეთ ნებისმიერ სოციალურ ქსელს, X პლატფორმას, როგორ უტევენ კონკრეტულად იმ ლიდერების იმ ახალ ჯგუფს, რომელსაც წესით უნდა წარმოადგენდეს მათ შორის ჰელსინკის კომისიაში დემოკრატებთან ერთად ხელი-ხელ გადახვეული ზოგიერთი რესპუბლიკელი. როგორ შეიძლება საქართველოს პატარა ქვეყნის ხელისუფლებას დააბრალო რუსული საგარეო კურსი ან რუსული მეთოდი მომიტინგეთა წინააღმდეგ. როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში არ არსებობს ის პოლიციაც შეეხო და არ იყო დასჯილი, ის კი არა ახალი წინადადება არის გაჟღერებული, რომ საერთოდ პოლიციის მიმართ მძიმე დანაშაულის ჩამდენი საერთოდ უნდა ექვემდებარებოდეს სასიკვდილო
განაჩენს. ეს იმიტომ კი არ არის, რომ ვიღაცა ბოროტია. ეს იმიტომ არის, რომ ქვეყნის სტაბილურობას ემუქრება საფრთხე და როდესაც ამ საფრთხებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ლაპარაკობენ, ჩვენს პატარა ქვეყანაში ხომ უფრო მეტია გამოწვევა და უფრო მეტია მტერი, რომელიც ცდილობს საქართველოში დაეუფლოს პოლიტიკურ უპირატესობას. ეს ხომ გასააზრებელია, ხوار შეიძლება რაღაც ხოლო ჯო ვილსონის ჭკუაზე იაროს გარკვეულმა ჯგუფმა ადამიანებს. არასწორია, უსამართლოა ეს დამოკიდებულება და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამას არ ექნება ესეთი განვითარება, როგორცაც თქვენ სიხარულით მოელით. თქვენ და ხუხაშვილი. როგორ? საერთოდ იცით რა საეჭვოა, აქ შეიძლება ეჭვებზე ვილაპარაკოთ. რატომ ამოიღო ხალატის მუხლი, ამაზე გარკვეულ პასუხს იძლევა, ის თუნდაც ერთი მცირე ეპიზოდი რომ გავიხსენოთ, საგარეო საქმეთა მინისტრი 4 აგვისტოს და შემდეგ 6 აგვისტოს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ამბობდა, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის ჩართული აი ამ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში, რომელიც ხიდვალიდან მოდის. წარმოიდგინეთ დანაშაულის ხარისხი და დონე. როდესაც საქართველოში გაიწირა ათობით სამოქალაქო პირი, მხოლოდ იმისათვის, რომ რაღაც გარკვეული სტრატეგიული მოსაზრებებით რუსეთისათვის რაღაც გარკვეული უპირატესობის შექმნის მიზნით კეთდებოდა განცხადებები და არ გამოიყვანეს აი ამ ვითარებიდან სამოქალაქო პირები და გაწირეს ათეულობით ჩვენი ვაჟკაცი სამხედრო, რომელიც ბრძოლის ველზე მიატოვეს. ამას ქვია ღალატი. და ამ კონსპირაციის საკმაოდ სიღრმისეული განხილვის შემთხვევაში ჩვენ მივხვდებით, რომ ამ ღალატის მუხლის შესაბამისი ქმედებები იქნა დაშვებული და ერთადერთი რაც შეიძლება იფიქრო ადამიანმა, სწორედ ამიტომ არის ეს მუხლი გამქრალი, რომ ოდესმე თუ მოხდებოდა შეფასების აუცილებლობა თუ დადგებოდა, თუ ხელისუფლებას დაკარგავდნენ, ოპოზიცია ქუჩიდან მაინც შეახსენებდა, რომ მათი ქმედება სწორედაც იმ მუხლს უკავშირდება, რომელიც კანონში არსებობს. ამ მუხლის იდეის გაქრობაზე იყო ლაპარაკი და არანაირი იმედი იმისა ფილმის არ უნდა ქონოდა იმ პერიოდში, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა. მაგრამ თვითონ იდეა, თვითონ ფორმულირება საჭირო იყო მათი პოლიტიკისათვის, რომ არ ყოფილიყო სადმე მოხსენიებული რომელიმე კანონში. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება ჯანსაღი განხილვისას გქონდეს. ვინაიდან ფაქტები სწორედ იმაზე მეტყველებენ, რომ ღალატს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. მაგრამ ვინმეს რომ არ ეთქვა, რომ მაემის შესაბამისი მუხლიც არსებობს კანონში, ამიტომ ამოიღეს, თორე იმას, რომ ხელისუფლებას ოდესმე დაკარგავდნენ, ამას ისინი არც უშვებდნენ, იმიტომ რომ რეპრესიების ხარისხი იმ დონეზე იყო ასული, რომ მე არ ამგონია, რომ სააკავშიროს ოდესმე შიშიც კი ქონოდა, რომ შეიძლებოდა ვინმეს ქონოდა რესურსი, რომ იგი ხელისუფლებისაგან ჩამოეშორებოდა.